2013 წლიდან დღემდე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობაში თითქმის 8 მილიარდი ლარის სესხია გაცემული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი საპროცენტო სუბსიდირებაზე დაახლოებით 2 მილიარდამდე ლარი დაიხარჯა. პროგრამა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აგროპროექტად ითვლება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით არ უქმდება, თუმცა იცვლება მისი მუშაობის წესი. განახლებული წესის მიხედვით ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე სამინისტროსთან არსებული სააგენტოს გავლა მოუწევთ, სანამ ბანკებში წავლენ, ფერმერმა და აგრობიზნესის წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ბიზნეს გეგმა, გაიაროს შეფასება, სამინისტროს შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს ბანკს დაფინანსებისთვის. იცვლება ფინანსური პირობებიც, თუ აქამდე სახელმწიფო სესხის პროცენტის 11%-ს 48 თვის განმავლობაში აფინანსებდა, ახალი წესით სუბსიდირება 8% იქნება მხოლოდ და 36 თვემდე შემცირდება მისი ხანგრძლივობა. მილიარდიანი მხარდაჭერის ფონზე მთავარი კითხვა, როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, მხოლოდ ის არ გახლავთ, რამდენი სესხია გაცემული. მთავარი კითხვა არის, რა მიიღო ამ ფულით ქართულმა სოფლის მეურნეობამ. ოფიციალური რიტორიკა ამბობს, რომ სექტორში ინვესტიციები გაიზარდა და აგროპროდუქციის გამოშვებაც გაზრდილია, თუმცა საქსტატის მონაცემებით 2025 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობებმა 184,000 ჰექტარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 4%-ით არის ნაკლები. კლება ფიქსირდება როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო კულტურებში, განსაკუთრებით არის შემცირებული მარცვლოვანი კულტურების ნაწილი. ყველაზე დიდი ფართობი ქვეყანაში კვლავ სიმინდზე მოდის, ეს გახლავთ 65,000 ჰექტარზე ოდნავ მეტი, ხოლო ხორბლის ნათესი ფართობი დაახლოებით 50,000 ჰექტარი გახლავთ. წარმოების ნაწილშიც სურათი არაერთგვაროვანი გვაქვს. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით სიმინდის წარმოება 5%-ზე მეტით შემცირდა, კარტოფილის 6%-ზე მეტით არის შემცირებული, ხოლო ხილის წარმოება ყურძნის და ციტრუსის გარეშე თითქმის 16%-ით ნაკლები გახლდათ. ამავე პერიოდში ბოსტნეულის წარმოება არის გაზრდილი. საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს აგროსასურსათო ექსპორტმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თუმცა აგროიმპორტი კვლავ მნიშვნელოვნად მაღალი დარჩა. სხვადასხვა ანალიტიკური შეფასებით იმპორტი ექსპორტს ასეულობით მილიონი დოლარით აღემატება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა კვლავ ძლიერად გახლავთ დამოკიდებული უცხოურ აგროსასურსათო პროდუქტებზე, განსაკუთრებით მარცვლეულის, ზეთების და საკვები პროდუქტების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად მრავალწლიანი სუბსიდირებისა და შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამისა, საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აგროსასურსათო იმპორტზე, განსაკუთრებით მარცვლეულის, ზეთის და საკვები პროდუქტების მიმართულებით. ეს მონაცემები კარგად აჩვენებს მთავარი კითხვის აზრს და მნიშვნელობას. რამდენად პირდაპირ გარდაიქმნა მილიარდობით ლარის სუბსიდირებული აგროკრედიტი სტაბილურ და კონკურენტულ წარმოებად, თუ სექტორი ისევ სახელმწიფო მხარდაჭერასა და იმპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკად რჩება. ექსპერტების მტკიცებით, ანალიტიკური ფოკუსი უნდა გადავიდეს შემდეგზე. გაიზარდა თუ არა აგროპროდუქციის წარმოება იმ მასშტაბით, რა მასშტაბის ფულიც დაიხარჯა. გაიზარდა თუ არა ექსპორტი პროგრამის შედეგად და არა მხოლოდ ზოგადი ბაზრის ან ფასების ცვლილების გამო. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენი პროექტი აღმოჩნდა წარუმატებელი, ანუ რამდენმა ვერ გადაიხადა სესხი და რა ნაწილი დარჩა მხოლოდ საბიუჯეტო სუბსიდიის იმედად. მილიარდიანი მხარდაჭერის მიუხედავად, კითხვა რჩება, რამდენად მდგრადი გახდა სექტორი, რამდენად დამოკიდებულია ისევ სახელმწიფო სუბსიდიებზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, ვის მიწვდა რეალურად აგროკრედიტი. კრიტიკოსები ხშირად სვამენ კითხვას, რამდენად იყო პროგრამა თანაბრად ხელმისაწვდომი მცირე ფერმერებისთვის და ხომ არ ისარგებლეს უფრო მეტად იმ მოთამაშეებმა, ვისაც უკვე ჰქონება უზრუნველყოფა, გამოცდილება და ბანკთან ურთიერთობის რესურსი ჰქონდა. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამები მნიშვნელოვანია, თუმცა მცირე ფერმერებისთვის ბიუროკრატიასთან, ინტერნეტთან
დოკუმენტაციასთან და ბიზნეს გეგმის მომზადებასთან მუშაობა ხშირად დამატებითი ბარიერი გახლავთ. მეთხილეობის სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალი მოდელის მთავარი გამოცდა მისი პრაქტიკული განხორციელება იქნება. ფერმერების შეფასებით მთავარი რისკი მაინც ის არის, ვინ შეაფასებს ბიზნეს გეგმებს, რამდენად ექნება შემფასებელს დარგობრივი კომპეტენცია და რამდენად ობიექტურად მიიღება გადაწყვეტილება. ფერმერების დიდი ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფო ფილტრი საჭიროა, მაგრამ მან საქმე არ უნდა გააჭეროს და რეალური რისკები უნდა დააზღვიოს. ამიტომ განახლებული აგროდაფინანსების მთავარი გამოწვევა და გამოცდა იქნება არამხოლოდ ის, რამდენად შემცირდება IAPI ფულის ეფექტი, არამედ ისიც დარჩება თუ არა პროგრამა რეალურად ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ფერმერებისთვის. წინ ამნოგ შემთხვევაში რეფორმამ შეიძლება გააუმჯობესოს კონტროლი, მაგრამ შეამციროს იმ ადამიანების წვდომა, ვისთვისაც სახელმწიფო მხარდაჭერა ყველაზე მეტად არის საჭირო. ეს კი საქართველოს ისედაც დაცლილ სოფლებს დადებითად ნამდვილად არ წაადგება.